ხვალიდან მოამბე განახლებულ საინფორმაციო სეზონს იწყებს ახალი ფერი, ლოგო და სტუდიები. დღის მთავარი გამოშვება ეთერში ტრადიციულად 8 საათზე ამჯერად უკვე ახალი სტუდიიდან გავა. შეიცვალა დღის გამოშვებების ფორმატიც. არხზე გამოჩნდებიან ახალი სახეებიც. განახლებული მოამბის პირველი გამოშვება ეთერში ხვალდილის 9 საათზე გავა. ყურადღებით, მოამბე იწყებს. მოგესალმებით, ეთერშია მოამბე. იწყებს ახალი ძალებითა და ძველი გამოცდილებით იმისათვის, რომ პირველობა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს. იცვლება ლოგო, ფერები, სტუდიები, განათება, ახალი სახეები და გამოცდილი პროფესიონალები უკვე ხვალდილის 9 საათიდან სრულიად განსხვავებული ვიზუალითა და ჩვეული სისწრაფით იზრუნებენ იმაზე, რომ მოამბის მაყურებელმა ყველაზე ობიექტური ინფორმაცია ყველაზე პირველმა გაიგოს. მოამბე იწყებს ახალ საინფორმაციო ეთერს, განახლებული სტუდია, განახლებული ქუდები, კონტენტუალური შინაარსობრივი მრავალფეროვანება, ბევრი პირდაპირი ჩართვა და რაც თავარია პროფესიული სტანდარტების დაცვა, რაც ნიშნავს ობიექტურობას, დაბალანსებულ ნიუს და ბევრ სიახლეს და დინამიურობას, რაც თავარია. მოამბის გუნდი არხზე განახლებულ სეზონსაც პირველი გახსნის. საინფორმაციო სამსახურმა ამისთვის ხანმოკლე დროში უამრავი რამის მოსწრება შეძლო. ძველი ახალმა თანამედროვე სტუდიამ ჩაანაცვლა, შეიცვალა საინფორმაციო გამოშვებების ფორმატი და რეჟისურა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო რამის გაკეთება შევძელით, რასაც ხვალ მაყურებელს შევთავაზებთ. სტუდია, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოვიდა და დანარჩენი მაყურებლის შეფასებებს დავალოდებით. მაყურებლის შეფასებას ახალი მოამბე უკვე ხვალდილის 9 საათიდან მიიღებს, სწორედ იმ დროიდან, როცა განახლებული საინფორმაციო უკვე ნაცნობი წამყვანებით, თუმცა შეცვლილი ქრონომეტრაჟითა და ფორმატით გავა ეთერში. ჯერ დილის 9-ზე, შემდეგ კი უკვე 10 საათზე. სულ რამდენიმე საათი დარჩა ახალ სეზონამდე და ეხლა ბოლოს ამზადისი მიმდინარეობს. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება მაყურებელს და ახალი სეზონიდან, როგორც ადრე, მოამბე ყოველთვის გააკეთებს იმისთვის, რომ მაყურებელმა უკვე დილიდანვე მიიღოს ობიექტური და ყველაზე ახალი ინფორმაცია. მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში ტრადიციულად საღამოს 8 საათზე ახალი სტუდიიდან გავა. მიმდინარე მოვლენების შესახებ მოამბის გუნდი მაყურებელს დღის განმავლობაში ისევ 12-ზე და 4-ზე უამბობს. თუმცა ეთერში მალე დამატებით კიდევ 2 გამოშვება გავა. პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენების შესახებ შუადღის 2-ზე და ღამის 12-ზეც პირველები მოყვებიან. ნაცნობის სახეები ახალ იმიჯს მოირგებენ. განახლებულ მოამბეში გამოჩნდებიან ახალი წამყვანებიც. ობიექტურობა, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ყველა საინტერესო და აქტუალური თემის გაშუქება, პროფესიული სტანდარტების დაცვა და რაც მთავარია, სიღრმისეულად თემების გაშუქება, ეს იქნება ჩვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შევაჯამებთ დღისა და კვირის მთავარ თემებს, ბუნებრივია სტუდიის სტუმრებთან ერთად და რა თქმა უნდა, მოამბის ჟურნალისტები კვირის ყველაზე მთავარ თემებზე მომზადებენ სპეციალურ რეპორტაჟებს. მოგესალმებით, ამთა რამდენიმე წუთში საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი სპორტული მოვლენების შესახებ მოამბე გულშემატკივრებს ახლა უკვე 4 საათზე ვრცლად უამბობს. ხვალიდან სპეციალურად ამისთვის დღის გამოშვებას სპორტული სიახლეების ბლოკი ემატება. ცალკე ბლოკი დაემატება 12 საათიან გამოშვებასაც, რომელშიც მაყურებლები საერთაშორისო პოლიტიკური ბატალიებისა და უცხოეთში მიმდინარე საინტერესო მოვლენების შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ. ჩვენ ამჯერად სიახლეს უმზადებთ ტელემაყურებელს, მოამბე განსხვავებული ფორმატით გავა ამ შემთხვევაში და საერთაშორისო ახალი ამბები იქნება წარმოდგენილი ცალკე ბლოკით და ჩვენ რა თქმა უნდა მაყურებელს შევთავაზებთ ყველა იმ სიახლეს, რომელიც საინტერესო და აქტუალური იქნება ჩვენი ქართველი მაყურებლისთვის. სპორტის ბლოკი ამჯერად მოამბეში იქნება 16 საათიან გამოშვებაში, მას დაეთმობა დაახლოებით 8-9 წუთი, რაც შეეხება უკვე მთავარ გამოშვებას 20 საათიან გამოშვებაში. მაყურებელი შეიტყობს რა თქმა უნდა დღის მთავარ სპორტულ მოვლენას ჩართვით და რეპორტაჟის სახით. ხვალიდან მოამბის ფორმატსა და ვიზუალში იცვლება ყველაფერი, თუმცა მოამბის გუნდში უცვლელი რჩება მთავარი მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი. მაყურებელი კი უკვე ხვალ დილიდან უნდა დაელოდოს განახლებულ მოამბეს, რომელიც დღის მთავარი მოვლენების შესახებ ისევ პირველი კი ამბობთ.